ქართული ნაციონალური სამოსი, ეროვნული პროდუქცია, სუვენირები, ქართული ღვინო და სამზარეულო. სტრასბურგის ცენტრში ყველაფერიას დაინტერესებული პირებისთვის ახალ წლამდე იქნება წარმოდგენილი. სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე საქართველოს წელს პირველად არის მიწვეული როგორც საპატიო სტუმარი. გახსნის ცერემონიას 10,000-მდე ადამიანი დაესწრო. საქართველოს მიწვევის გადაწყვეტილება სტრასბურგის მერიამ მიიღო. კლებერის მოედანზე წუხელ ანსამბლ სუხიშვილების კონცერტი გვიან ღამამდე გაგრძელდა. 450 წლიანი ტრადიცია აქვს ამ ქალაქს, რომ აი ასე ხსნის ხოლმე 24 ნოემბერს და ახალ წლამდე სულ არის ბაზრობაც არის და დღესასწაულიც და აი პირველად ჩვენ მოხდით ასე დიდი პატივია და პასუხისმგებლობაც, იმიტომ რომ საქართველოს ბევრ ქვეყნებს აჯობა ამ კონკურსში. ბოლოს ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვათ ფინალში იაპონიასაც და აქ 4 მილიონამდე სტუმარი მოდის ასეთ დროს. დღეს სტრასბურგის მერმა აღნიშნა, რომ საუბარი ჰქონდა ბატონ მინისტრთან, კულტურის მინისტრთან და იქ გამოხატა მისი პოზიცია, რომ გარკვეულ წელს შიში ჰქონდათ, რადგანაც ყველა ქვეყანაში არჩევნების მერე ყოველთვის ყველას უჭირს ასეთი ფართომასშტაბიანი ღონისძიების ჩატარება და გარკვეული შიშები მათ ჰქონდათ. თუმცა მინდა დიდი მადლობა გადავუხადო როგორც წინა ხელისუფლებას, ასევე ახალ ხელისუფლებას იმ მხარდაჭერისთვის, რაც აღმოუჩინეთ ჩვენ ყველამ საქართველოს ფრანგულ მხარეს. ძალიან გახარებულები ვართ. თვითონ ძალიან კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული, ძალიან კარგი იყო ყველაფერი. მით უმეტეს სოხიშვილების კონცერტმა საერთოდ რა გადასწარები იყო.